დედაენის დღეს გვილოცავს ისრითის საჯარო სკოლა. სცენაზე ვთხოვთ ისრითის საჯარო სკოლის წარმომადგენლებს. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. მოგესალმებით, ვინ მოსასტუმრებო? დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაღოთ ჩვენს უძველეს, უმდიდრეს და ულამაზეს ხმათა ხავერდების და ღმერთების ენას. ქართული ანბანი ერთ-ერთი უნიკალური დამწერლობაა მსოფლიოში, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება. და ეს ნამდვილად საამაყოა ჩვენი ქვეყნისთვის. როგორც ერთ-ერთი ენათმეცნიერი წერდა, დედაენა არის ენის არსებობის საფუძველი, ხოლო სახელმწიფო ენა ქვეყნის ღირსების საზოვრებია. ეს არის ჩვენი წინაპრების, გმირობის და ვაჟკაცობის ენა. ამ ენას სწავლობ დედის იავნანასთან ერთად. ეს არის ენა ქართული, სიტყვა ქარგული. დავიჩავდა ამ ენის იდეადეს და სიღრმეს. რა თქმა უნდა, ბრძენკაცი, დიდი იაკობი, სწორედ მან შექმნა ქართელთათის დიდი განძი, წიგნთა წიგნი, დედაენა. აბუწანელი, ფასდაუგებელი განძიდებს დედაენაში, ამ პატარა წიგნში. მაგრამ გასაოცარი ეს კი არ არის. გასაოცარი ის გახდა, ამ საგანძურს მსოფლიოში ყველაზე უმარტივესი, ყველასათვის ხელს მისაწვდომი. სულ 2 ხმოვნისაგან შემდგარი და ჩამოსხმული ულამაზესი ოქროს გასაღები ადებს. აია! და მოდი ვნახოთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ერთხელ თურმე დიდი იაკობი ფანჯარასთან დგარა და მთაწმინდას გადასქეროდა. სახლში იაკობს გული აღარ დაუდგა. იაკობმა მოსასხამი მხრებზე წამოიგდო და აღმართ ნელი ნაბიჯით აუყო. მთაწმინდის მიდამო მზის შუქს გაენათებინა. მომძლავრებულიყო გაზაფხული მთაწმინდაზე. ბავშვები ყვავილებივით შერეოდნენ ფერდობს, ყვავილებს კერებდნენ, პეპლებს დასდებდნენ. მათი მხიარული სიცილ კისკისი იქაურობას აყროვებდა. მახარობდა ლურჯ თვალაიები, ბუჩქი ძირას მოვეფინებით, დაიწყება ბუნების გამოგვიძება. ჩვენ პატარა ნაზიები, ყვავილებს მივუძღვებით, მერე მოდიან სხვები, უფრო ძლიერი, უფრო თავმომწონელი, მაგრამ იას მაინც ვერავინ ჯაგნის, იას ვერავინ ეტოლება, სხვა ყვავილი ია ვერ იქნება. გაზაფხულმა გამაცოცხლა ია, ოღრაოდენ დიდხანს მძინებია, მომენატრე ამოწყინდი მზეო, სხივნათელი გამითენე დღეო, თუ ხანდახან დამაპურებ წვიმას, მომიგზავნი მონავარდენ ნიამს, გავიზრდები პაწაწინა ია, დავამშვენებ ჩემს ქვეყანას ზიანს. იაკობს აღარ ახსოვდა სახლში მიფრინდა თუ მივიდა. ის მაგიდას გარსულიდა და ჩურჩულებდა. იაკობი უცებ გახედა. აღარ ესმოდა რას ამბობდა გოგონა. აია, იაკობმა ძლივს ამოიდგა ენა, შუბლი მოისის. მან მიაგნო დედაენის პირველ ასოს, პირველ სიტყვას, დედაენის გასაღებს. როგორც ძირცხლის მოხდა ბუგეში
ალმასთა ჩვენა ქართული გალობა ლოცვა და რწმენა ღმერთმა გვიანდერზა ჩვენ დედაენა იდიდე ციგნო იდიდე ქართული სულის ლაზათო ღმერთი თუ არა ღმერთკაცი იქნებ კვლავ ბევრი გაზარ ღრმა უნაპირო ზენი თანხმდამაჟა მიუწვდომელია ენა ქართული ვითარცა გონება და სიყვარული მისი სათავე ისეთივე უცნობია როგორც მელქისედეკ მამამთავრისა მასშია მთელი საქართველო ქართული ენა არის მუსიკა, მაგრამ არა აიწიერი, არამედ ზესიდან გარდამოსული, სულიერი მუსიკა. იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი. საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ სიყვარულის ლექსის სადღე გრძელოს ენა მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხტომი ყინვარების ღვთივ წინვალებით ნობა ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა გაფანტული ფარის მთაზე და ჯანხება და ქართული ფარის ფარზე და ჯანხება უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა წიფეპურის ყანა ქარში როგორ ღელავს საკინეში გრდემზე როგორ ცემენუროს და ვარსკვლავის ზღვებზე როგორ მოგზაურო ამ თვარიან ღამით ციხე კოშკის ჩრდილში რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში როცა ღამის მთეულებს ხინი გაუმართა და როცა სიზმრებით რომეს სასთუმალთა საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენა ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა საქართველოს არ სიცხადდება ქართულ ხასიათში ქართულ სიტყვაში ქართულ დამწერლობაში ქართულ ერქვანში, ქართულ ხმალში, ქართულ სიმღერაში და რაღაც ხმა უნდა ქართულ ცეკვაში. დიახ, ქართულ ცეკვაშია განმოცემული ფიქრი, განწყობა და სათქმელი პატარა ერისა. მასში ცოცხლობს ქართული სული, უძველესი ისტორია. ქართული სული ვაშკაცურ ცეკვებში ამღერებული ხან დინჯი როგორც ლილეო ხან ფიცხი გახელებული რაც კი უხსოვარ დროიდან ჩვენს გულში ცეცხლიანთია ქართველ ხალხს ქართულ ცეკვებში ჩაუხსოვ ჩაუხატია
მეზღვაური, გესმის არაბის ქვასაცნაური, გესმის თერგის დამკვარის მაური, ეს სიმღერაა საქართველოს. მოარღვევს რისხვა აწყვეტის ავიც, რომ არ უკუდება ქვეყანად არავის, გესმის გრიალი მთებიდან ზღავის, ეს სიმღერაა საქართველოს. თავისუფლების მოყარე ერებს, ვიცხვას ვერ არავე შეაჩერებს, თა რომ იმღერებს, წერო მიმღერებს, ეს სიმღერაა საქართველოს. აქ გამარჯვების დროსაც წერია, სამშობლო ჩვენთვის ყველაფერია, თუ რომ სიმღერა გულს უმღერია, ეს სიმღერაა საქართველოს. გმირებით სავსე სამშობლო მხარევ, დღეს გამარჯვებით გულით ფერვარებ, იდიდე ამ ხმას სხვაში ვერ გარებ, ეს სიმღერაა საქართველოს. ქართული მარტო ენა, ქართული ქართველ წმენა, ღმერთია ბედის წერა, სხვა რვა იმოდენა. ეს ბედი მისი კიდია ჩვენზე, ლარი და ხაზი ამას არ უნდა, ჩვენ უნდა შევხვდეთ, და კიდეც შევხვდეთ, ყლავიძლიეროს ენა ქართულს. განა რაძალიც დაიკეცება, ანეს ტრამალი, ანეს ჩვენიცა, მოდგმიდან მოდგმას გადაეცემა, შრიალი ჩვენი დედაენისა. არასოდეს გადაშენდეს ქვეყნად, უფლის სიტყვა საქართველოს ფარად, და ქართული გამართული სიტყვა, დაებუდა გუგუნებდეს მარად. კიდე უფრო იხორციელეს საქართველო, კიდე უფრო ბევრი შვილი გამოზარდეს სასახელო, კიდევ ერთი რუსთაველი, კიდევ ერთხელ ამღარო, შენც იხარო, ჩვენც გვახარო, გამხნევდე და გაგვამხნევ. გევალება საქართველო, შეგიძლია საქართველო, გაგიმარჯო საქართველო.